ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში დღეს დასრულდა. საკითხი ჯანდაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა განიხილეს და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს. ქართული ოცნების და ხალხის ძალის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივით კანონმდებლობა განსაკუთრებით ნარკორეალიზატორებისთვის მკაცრდება, თუმცა დამატებითი შეზღუდვები ნარკომომხმარებლებსაც უზრდებათ. დაგეგმილი ცვლილებებით ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მცენარე კანაფის და მარიხუანას რეალიზებისთვის ნარკორეალიზატორს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დაგეგმილი ცვლილებები ნარკომომხმარებლებისთვის პატიმრობას არ ითვალისწინებს, თუმცა ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში ნარკომომხმარებელს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლით აეკრძალება და იარაღთან დაკავშირებულ უფლებები შეეზღუდება. ამასთან 5 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლება აღარ ექნება. ნარკოტესტზე უარის თქმის შემთხვევაში კი მოქალაქე ნარკომომხმარებლის მსგავსად ადმინისტრაციული წესით დაისჯება. რეფორმას მწვავე დაკრიტიკებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტების აზრით, ქართული ოცნება გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას რეპრესიებისთვის გამოიყენებს. ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ქართულ ოცნებაში და აცხადებენ, რომ ქართული გენოფონდის გადასარჩენად და მსოფლიო მასშტაბის პრობლემის საპასუხოდ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება აუცილებელია. ნარკომანია იქცა ფაქტობრივად ისეთივე მასშტაბის სოციალურ პრობლემად, როგორც იყო ეს 90-იან წლებში და ეს არის რა თქმა უნდა ივანიშვილის და მისი ბანდის დამსახურება. ნარკორეალიზატორების მიმართ რა თქმა უნდა იყოს კაცრი კანონმდებლობა, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ ნარკომომხმარებლების ბრუტალური დაშა არ არის შედეგის მომტანი, ამიტომაც თავარი არის, რომ როდესაც საუბრობთ ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ამაზე იყოს გათვლილი. მე შემიძლია მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვთქვა, რომ 13 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ნარკო დამოკიდებულება არის გაზრდილი, ქართული ოცნების პოლიტიკა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არის მარტივი ახალგაზრდობა ნადგურდება დღეს ნარკოდამოკიდებულებით. გამკაცრება იქნება გამოყენებული იმ რეპრესიისთვის, რომ რაც ჭირდება ქართულ ოცნებას. მიზნობრიობა კანონის არ არის ნარკოტიკებთან ბრძოლა, არამედ არის ბრძოლა იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან ხშირად მსხვერპლი თავად ნარკოპოლიტიკის. შესაძლებელი იყო ამ ძველი კანონის რედაქციით ბრძოლა ნარკომანიასთან, თუმცა ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობა არ აკეთებს ამას. აქედან გამომდინარე მოლოდინი იმისა, რომ ახალი რედაქციით ჩვენ რაიმე სახის უკეთეს შედეგებს მივიღებთ, ჩემი აზრით ძალიან ზედმეტი იქნება ეს მოლოდინი, რადგან დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არის მოცემულობა, სადაც ოცნება ებრძვის მოჩვენებითად ნარკოგამსაღებლებს. როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში განსაკუთრებით არის მოდებული ის სცენი, რომელსაც ნარკომანია ჰქვია და შესაბამისად ვალდებულებაა, რომ რა თქმა უნდა მკაცრი იყოს დამოკიდებულება გამსაღებლების რეალიზატორების გამყიდველების მიმართ ნარკოტიკული საშუალებებისა ამავდროულად კაცრდება თავის მხრივ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები ჩვენ ქართული ოცნების გუნდში მსჯელობთ მათ შორის მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით რომელზეც რა თქმა უნდა უახლოეს მომავალში საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიმართულია იქით რომ ჩვენ გადავარჩინოთ ქართული გენოფონდი. ჩვენ ვებრძვით პირველი წარმოებელს, რეალიზატორს, გადამზიდავს, შემომტანს, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ვამკაცრებთ პირველ რიგში მათ მიმართ და არა მომხმარებლის მიმართ. მომხმარებლის მიმართ ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის სრული მოსახლეობა გვერდში უნდა დაუდგეთ ამ ავადმყოფ პიროვნებებს, რათა გამკურნოთ ამ უმძიმესი სენიდან. თუ ერთიანად მიუდგებით ამ პოლიტიკაში და თქვენი ჩართულობა იქნება მაქსიმალური, შევძლებთ და დავძლებთ ამ გამოწვევასაც. ნარკორეალიზატორებზე იქნება უმკაცრესი მიდგომა მათ წინააღმდეგ და მაგიტომ ვამკაცრებთ კანონს. ვიქნებით აბსოლუტურად დაუნდობლები სახელმწიფო. ეხლა რა თქმა უნდა ნარკომომხმარებლების მიმართ ვიქნებით ლმობიერები და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ რომ თავი დააღწიონ ამ სენს და იქაც რა თქმა უნდა მიდგომა განსხვავებული იქნება მაგალითად მარიხუანის მომხმარებელთან დაკავშირებით და ჰეროინის მომხმარებელთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იქნება ძალიან კომპლექსური მიდგომა.